Όμως, მოჭილი რო გაქვს, სადამ საწყობში შეზიდა, შედაგში მიიტა და ჯობია იქ გადაცლი. ყველა ორ წელიწადში დაახლოებით 5-ზე და 2 მაგებს მოსავლიანობას. ამ ადგილს შიშველ ადგილს ხო ვერ მიიტან ქარხანაში სიცხვილია. გადაჭრა უნდა აგერ. გამოხდა მაშინ მანქანა გადავადარც პალი მოჭრეს და. ბაბუაჩების დარგული იყო და არ ვაჭრიებდი. პატარა ვიღარ. პატარა გასაოცრება ხდება. ყველაფერმა თქვენ ტერიტორიაზე მოიყარა თავი, ხო? მოიყარა თავი. დღესდღეობით ყველაზე მეტი მომგებიანია. შედარებით ნაკლები შრომა უნდა და ესე იგი დიდი მედაფნეები იქნებით უკვე. ერთი გლეხი კაცისთვის სამყოფი საწვალებელია. მაგარია. ბაგი აქ დაფთის პლანტაციაში კაი ფეხის ამოგრა იცის მუჯიგზე. თქვენი ანგარიშეთ ეგ 30-40 ტონა გაამრავლეთ ორლარზე და როგორი ბიზნესია? ბევრი ხანია გამრავლებული. ვამრავლე ბაგას ხან არ და 70 ტაღა. თან ორლარზე ადვილი გადასაგაჩველია. და აი მაყურებლის ამპლუიდან უკვე რესპონდენტის ამპლუაში გაგიცანით დღეს. თქვენ სცენარებთან გაქვთ ძალიან ახლო კავშირი. დიდი ხანია ვიცი. ეს პირველი სცენარესთან დაახლოების ამბავი მაინტერესებს ისტორია, როგორ დაიწყო თქვენ შემთხვევაში და მერე დაფნასთან როგორ მიხვედით, იმიტომ რომ დაფნა ჯერ დეკორატიულებით დავიწყეთ ნერგები გამოგყავდა. სხვათა შორის ეთყობა ამ ეზოს. ახლა ბალი იყო პირველი სიყვარული თქვენი? გამოხდა მაშინ მანქანა გადავადარც პალი მოჭრეს და. ბაბუაჩების დარგული იყო და არ ვაჭრიებდი. პატარა ვიღარ. პატარა იყო და კიდაღალ აქეთ გამხის გვერდზე მეორე ბალი და აქედან გადავარდა დიდი ბაკადა. ხო და ისე იყო გადაფრდებული, უნდა მოეჭრეთ, მაგრამ არ მოვაჭრიე. ხო და დეკორატიულები გამოგყავდა. გადაჩენილია რამოდენიმე ნეგერჩხლებიც, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე მან და მაინც მაგი დაახლოებით 10 წლის უკან ვაკეთებდი და რეალიზაცია ჭირდა, ხო. ბოლოს ახლა ძირითადად ალიანდრებს ვაკეთებთ. 1 წლის უკვე ენერგი როა ყვავილდება. დაყვავილებული ენერგი უკვე თითქმის 70 სანტიმეტრამდეა და 15 ლარში იყიდება. ანუ ნერგებს ყიდით აქ ადგილზე. კი, ნერგებს ყიდით. გვინდოდა დაფნის ენერგიის გაკეთებაც, მაგრამ ისეთი მექანიკური შემადგენლობისაა ჩვენთან ნიადაგი მოხთხრა ჭირს ვერე. ძალიან რთულია ფესვები აწყდება. და ქოთნებშიც ვსინჯეთ, მაგრამ იმდენად შრომატევადია და იმდენი დამატებითი მუშახელი ჭირდება და ისე ძვირიжდება აზრი არა. ვერ გაწვდები ეს მცირე წარმოებით თან. ვერ გაწვდები. ეხლა საოჯახო მეურნეობა გაქვთ, აი ესე გამოდის, ხო? კი. ძროხები გვყავს. რამდენი სული? 5 გვყავს. ამ 5-დან 2 შვიცია და ხელოვნურად მასშტაბებით რა ქვია. განაყოფიერებას აკეთებთ. ხელოვნურ განაყოფიერებას რო კაი ჯიშები მივიღოთ. ღორები გვყავს 20 სულამდე. ღორები გარეული ღორები გვყავს? კი, მოშინაურებული. შინაური სულით, მოშინაურებული უკვე. კი. უკვე წელს შემოდგომაზე მივიღებთ პირველ პარტია იმას ნამაც. აჰა. რაც ახლა ადგილზე ბაზარზე იყიდება, განაშინზის გეკდება ძალიან უგებურია. კი. გარეულებს თან უპირატესობა რა თუ კი შობადობის პერიოდში ვერ მაშვენ არის გათიშულ მდგომარეობაში. რამე მტაცებელმა არ წაართვა. გოჭი. მერე საერთოდ რომ არ აჭამო, მისითაც უკვე ბევრი არ მოყავს, 5-8. და იმ 5 და 8-ს თვითონაც ყვევავს ტყის პირობებში. არ ჭირდება დამატებითი ჩარევა და 1 წლის საშუალოდ 60-70 კილომდე ადის მე რეგირე ქვია და მე უკვე 1 წელიწადში და უფრო დიდი როცა იზრდება უკვე ხონიანია და მაშინ უფრო გემრიელიცაა და ფასიც მეტი აქვს. თქვენ ახლა სარეალიზაციოდ ზრდით თუ უბრალოდ საოჯახო მეურნეობის ნაწილია თუ ექსპერიმენტი? არა, ჩვენ რაღაც გითხარით კოტეჯების შედგმა გვინდა სავარაუდოდ მომავალი წლისთვის უნდა იყოს და მე სტუმრებს რომ მივიღებთ ჩვენ გვექნება წვადი, ყველი, კვერცხი, ხათამი.
კი ბატონო, ეს ადგილი ჯერ ისეთი მდებარეობა აქვს გეოგრაფიულად. ჩოხატაურის ცენტრიდან აქ ამოსვლა რაღაცა 4-5 წუთი ჭირდება მგონი, ხო? ავტომობილით და თან ამოდიხარ ისეთ ადგილას გონია რომ მოწყვეტილი ხარ ამ სამყაროს მთლიანად აქეთ ხედები ხა დრონის გამოჩნდება დარწმუნებული ვარ ჩვენ კადრებში ულამაზესი გემრიელესი დაახლოებით 4 კილომეტრიდან უზარმაზარ ლოთში გამოდის ქვაში. ვა. უგემრიელესი წყალი გაქვედეთ. გასაოცრება ხდება ამ ხარეში ყველაფერმა თქვენ ტერიტორიაზე მოიყარა თავი, ხო? მოიყარა თავი. ვა, და ძალიან მაგარია გაუმართლა მე ამ ადგილსაც თქვენნაირი მზრუნველი ადამიანი რო ყავს. მე ამ ადგილს ვეძახი ღვთისწყალობას. კი, საუკეთესო ორი სიტყვა რაც შეიძლება უწოდო აქაურობას. კი, მართლა ასეა. ხო, აქედან დავიწყეთ ეს სიამოვნება ვიზუალური თქვენც უნდა მიგეღოთ და ძალიან მალე აქ უკვე კოტეჯები იქნება, შესაძლებლობა გექნებათ მოხვიდეთ და ისვენოთ. ხო და მე აუცილებლად თქვენი თვალითაც უნდა ნახოთ აქ რა ხდება. კამერები ვერ აღწერს აქაურობის სილამაზეს და სიმშვიდეს, რაც აქ იგრძნობა. ახლა გადავინაცვლოთ მეურნეობაში. ეზოში სადაც კი თავისუფალი ადგილი იყო ყველგან დაფნა დაღმული. რატომ დაფნა? დღესდღეობით ყველაზე მეტი მომგებიანია. შედარებით ნაკლები შრომა უნდა და მუშახელის დაქირავებას იმდენი არ ჭირდება. მარტო გაწვდები ხო. ერთი ოჯახი ჩაულებრივად მოულის 1 ჰექტარ ფართობს ისე რომ სხვა გარე საქმეებზეც არ შეეშლება ხელი. პარალელურად შეგიძლიათ სხვა ამბები შეითავსოთ. კი, ძირითადი არის, იგი რა ქვია, რიგთა შორის რომ ბალახი არ იყოს. იგიც ის ძალიან მოწმენდილიც არ უნდა იყოს ნიადაგი, რომ ცოტა სინესტე შეუნარჩუნოს. ახლა წელს 4 წლამდე ბაღს ჭირდება, იგი რა ქვია, ყველა წელს მიწის დამუშავება და წელს შეკვეთილი მქონდა, უნდა სიდერატი მცენარეები უნდა დაგვეთესაში და ვერ მოგვაწოდეს და დარჩა და იგი რა ქვია, დაუმუშავებელი. ცოტა მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგია და ფესვის გაზდაში ის აკეთებს ხრელებს და ხდება მერე და ტოვებს იმას მის ნამყოფ ადგილებს იამებს და ადვილად იმაშვება რა ქვია ფესვიანდება. ამ ადგილს როგორ ქვია კონკრეტულად? გოგოლესოვანია ეს. გოგოლესოვანი. ორი სახისაა, ფართოფოთლიანია და წვრილფოთლიანია. თქვენ რომელი სახეობა? ჩვენ იშვიათია რომ შეხვდეს ფართოფოთლიანი. ძალიან იშვიათია. არა და სამრეწველო და მოგების თვალსაზრისით ფართოფოთლიანი ბევრად ჯობია, უფრო ძიმია. მეტი ნედლი მასაადი ზეთ. ყოველდღიურად ტონა ნახევარი ახლა რო დაიწყება აგვისტოს ბოლოდან მაისის ბოლომდე თითქმის არ გჭირდებით. მთელი გურიის მასშტაბით და პლუს ამას მარტვილის იქით დედულეთია და რამოდენიმე ოჯახი რა ქვია ეზო გვაქვს რომელშიც ტონობით მოდის. და რა შესანიშნავი სუნი დგას სოფლის. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. წელს დააზიანა ძალიან თოვლმა. წელს თოვლმა რა ვიცი რა. ბევრი მოვჭერით უკვე ამაში ამოჭრილიაშით. დიდები რაც იყო დატეხა. ვა. ფოთლებზე ეს როგორც ვიცით, კაი ყინვა გამძლე მცენარეა. კაი ყინვა გამძლეა, მაგრამ დატეხილი იყო. მაგრამ თოვლი მხელა იყო. 2 მეტროზე მეტი იყო თოვლი და ფიზიკურად ვერ გაუძლო. ესენი მაღლები იყო და დატეხა თუ? ზოგ ბუჩქებში რაც მაღლები იყო, ამოჭრილი გვაქვს. ზოგი ბუჩქი მთლიანად მოჭრილი გვაქვს, რაც მაღლები იყო. ვა. აქ რამდენი ძირი გაქვთ? აქ არის დაახლოებით 1400 ძირამდე. ეზოში არის 3000 ძირამდე. ზემოთ გვაქვს კიდო ფართობი იქაც 2000 ძირია და ახლა ვამზადეთ დიდ ფართობს. დაახლოებით ჰექტარი და 2000-ია. უნდა გავხდეთ ენერგიამომავლის ბენეფიციარები. წელს უნდა მოესროს სავარაუდოდ. მიიღეთ უკვე გრანტი? არა, მაგი არაა პრობლემა რა. თუ კი მონდომებული ხარ, მაგაში ძალიან გიწყობს დღეს მთავრობა ხელს. თუ კი ნამდვილად აკეთებს საქმეს და ახლა ვართ გასუფთავების პროცესში. მოგლეთ შემოდგომის თან შეუდგებით მაგ საქმეს. და იქ რამდენი ძირი გექნებათ? მაგ დაახლოებით ჰექტარი და 2000-ია,
13,000 რაღაცა ძირი მიდის თუ ახსოვი ჰექტარს. ვაუ, ესე იგი დიდი მედაფნეები იქნებით უკვე. ერთი გლეხი კაცისთვის სამყოფი საწვალებელია. მაგარია ძალიან. გამოსავლიანობა როგორია აქ ამათ? მე ამასაც ადგილზე არ ვარჩევ. ხმელი ფოთლოთ რო ჩავაბარო რო გავაშრო. არა აქ ამას ჩემთვის მნიშვნელობა საერთოდ არ იძლევა ფასში სხვაობას. გინდ დამირჩევია და ხმელად ჩამიბარებია, გინდ ნედლად ჩამიბარებია. ჩემთვის ერთი და იგივეა. გამოდის 20-დან 24%-მდე. ხო და სოფლის პირობებში გამშრალს თან ფასი ნაკლები აქვს. ქარხანაში როცა შრება, თითქმის ისეთივე მწვანე გამოდის, მიხვდი? და აქ უკვე ასეთი სიწითლე ეპარება ფოთოლს. ვერ აშრობ რა, ისეთი უნდა იყოს მზისხივი მიუწვდომელი და უნდა ნიავდებოდეს კარგად. ხო და მაშინ ძალიან დიდი ფართი გინდა, მაგრამ რომ გქონდეს ფართი მაინც არა აქვს ნიშნული, იგი რა ქვია, შედეგი. შეიძლება არ იყოს ეს ხო. დავაწყვეთ. დაწყობილი ქონდა შინჯეთ 2 ტონა, 50 თეთრი. მარტო დარჩევაზე უნდა და კიდევ ვერ არჩევენ კარგად. მუშახელიც პრობლემაა. ხო, მუშახელიც დიდი პრობლემაა. პლუს ამას ძალიან ბევრი მეშოკი უნდა. მაქსიმუმ 5 კილო რო ჩატენოა სახლის პირობებში ერთ მეშოკში. ესეც დამატებითი ხარჯია. ხო და ამას მოჭრილი რო გაქვს სადამ საწყობში შეზიდავ შედაგში მიიტანო ჯობია იქვე დაცლი. მართალია. დაფნა არის ძალიან საინტერესო ბიზნესი. კი. აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო მომგებიანი შედარებით მარტივი არც ერთი საქმე არ არის. მარტივი თუ გიყვარს მარტივია. შედარებით მარტივი არის. შედარებით მარტივი არის. აი ეს სიმარტივი. სიტყვა შეგაწყვეტიებ, დარგვაჟდება ცოტა ძვირი. აჰა. დარგვაჟდება ცოტა ძვირი. ნერგი და კაი ნერგი რო იყიდო 2 ლარი უნდა რა. როგორი პრინციპი აქვს ახლა როგორ ღებულობ მოსავალს. ხო დარგავ ერთ ცალს. 2 წლის შემდეგ ამას დაახლოებით ღებულობ 2 მეტრომდე რა, თითქმის. და გადაჭრი 25 სანტიმეტრს. გადაჭრი 25 სანტიმეტრს იგი პირველი მოსავალია რა, რამდენ ძირს დარგავ, იმდენს რაც შრომა გაქვს ჩადებული. სასუქი დაჭირდა თუ კულტივაცია დაჭირდა თუ შენი შრომა დაჭირდა, იმის საფასურს იღებს. ის პირველივე აჭრა. ეს რამდენ ხანში დარგვიდან? 2 წლის თავს. 2 წლის თავს. ხო. ხარჯი გასწორებული გვაქვს. ხარჯი გასწორებულია. ყველა 2 წელიწადში დაახლოებით 5-ზე ორმაგებს მოსავლიანობას. აჰა, ესაც 5 ჯერ გავზარდეთ, ჩადებული ინვესტიცია ამოვიღეთ და თუ კარგად მოჭრიო, თუ ლამაზად. კარგად მოჭრა რას ნიშნავს? კარგად მოჭრა რას ქვია, თქვა ახლა არის აგერ დიდი სცენარია. ხომა დიდი. აგი ახლა შეგი რა ქვია, უნდა ამ ადგილს შიშվել ადგილს ხო ვერ მიიტან ქარხანაში სიცხვილია. გადაჭრა უნდა აგერ. აგი აღარ უნდა დატოვო, ძირს უნდა მოჭრა, მიხვდი? აჰა. ამას აქ რო გადაჭირდა, ჭირდება, ის დაბლა აღარ უნდა დატოვო მოაჩში რომ მოაშო რომ უნდა მცენარეს, ხო? აჰა. მოაშო რომ უნდა მცენარეს. რატო? იმიტომ რომ მომავალი წლისთვის უკეთესი მოსავალს მიიღეთ. ესეც გავიგეთ მოჭრის საიდუმლო. შემდეგ რა არის გასათვალისწინებელი? გასათვალისწინებელი ძირითადად რიგთა შორის მანძილი არის ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უნდა გათვალისწინებულია რომ ხელის მოტო კულტივატორმა რო გაიაროს. თუ კი ახლა დიდ ტერიტორიაზე ირგვება, ცოტა დიდი ტექნიკით როცა უწევს გავლა, უფრო მეტი მანძილი ჭირდება და საშუალოდ 50-60 სანტიმეტრი რა მცენარეებს შორის. ამათში ახლა ბევრი აკლია, ზოგან გამოჭრილია. რიგი რომ მიდის, უნდა იყოს გადაერთიანებული. სიცოცხლის უნარიანობა და პროდუქტიულობა ამ ერთ ხეს რამდენი წელი აქვს? რამდენი ხანი შეგვიძლია ვამუშაოთ და მივიღოთ აქედან მოსავალი? ზუსტად ახლა წელს ვერ გეტყვი, რომ ბებიაჩები რო ჩამოვიდა და ბაბუაჩები აბეზოში, იმ დროს დარგული ნერგი ახლაცაა დაახლოებით 70 წლის უკან. იგი რა ქვია. და სხვათა შორის რაც უფრო მეტი ხნისაა, უფრო მეტ მოსავალს იძლევა. ძალიან ბევრი გვაქვს დარგული და ძალიან ბევრი გვაქვს ჩავარდნა. ისეთ პერიოდებში ვგავდით, ისეთი მცენარეა წყლის მოძრაობა, თითქმის მთელი წლის მანძილზეა, ზამთარშიც თუ კი ცოტა სითბოა, ვეგეტაცია იგრძნობა, რომ აშკარად არის ასეთი გენი აქვს, რა ქვია და უნდა ეცადო ცოტა ცივი პერიოდი, როცა ნოემბერ-დეკემბერში. მანამდე გაამზადებ ნიადაგს, იამკებს და
უკვე ნოემბერი, დეკემბერი რომ მოვა დარგავ, თითქმის 99%-ს გაახარებ თუ კარგ ნერვს ამოიღებ. ნერვს კიდევ როცა ახლა ჩემი გამოცდილებიდან რაც კი ვაკვირდები, ბევრი ენერგიის მოტანასაც აზრი არა, თქვა სანერგეში რო იყიდო. თუ ფესვი გაუშრა, აზრი აღარ აქვს. ფესვი თუ გაშრა გამორიცხულია რომ გაახარო თუ არა, მაშინ სპეციალური უნდა მოამზადო წუნწუხი და მიწა და რა ქვია და ცოტა ზედმეტი გია რა ქვია. ყველაზე რთული ამბავი საწყის ეტაპზე ხო ამ ენერგიის შერჩევა ნებისმიერ კულტურასთან. თუ თავიდან ენერგიის სწორად ვერ შეარჩიე. ჩვენ წეგან კომპანია ლაურუსი ვახსენეთ. საუკეთესო ენერგები აქვენ, საუკეთესო სტანდარტული ენერგები აქვენ. თუ კი ვინმე სჭირდება და თითქმის მთელ რაიონში და ბევრი მაქვს იქედანაც მომონაღები ჩემთვისაც და სხვისთვისაც. ის იქ ადგილზე მიდიხართ და არჩევთ თქვენ თვითონ ნერგს? თვითონ მიცემ შეკვეთას და ადგილზე დაგახვედრებენ ამდენიც გინდა, მაგრამ იმდენი არ უნდა მიცემ, მათაც ბევრი ხანი დაჭირდეს ნერგის მოთხრას. გაშრეს. გასაგებია. პროფესიონალები არიან თან. კი, ლაურუსთან ჩვენ ორჯერ პარმედიში მაგარი კი, ძალიან მართლა, ძალიან საინტერესო მოსაუბრეც. კარგი საქმის მკეთებელი ადამიანიც. რო ჩავდივარ რეისში დაახლოებით ახევარი საათი უნდა ვეჯდე და ველაპარაკო უბრღავ თვითონ და იფერობებს. თვითონასთან ბევრი რაცხეებს სწავლობს ახლა რამდენი წელია დაფნის იმას იმოშვება, ყველა წელს ახალ რაღაცეებს კი, აღმოჩენებს აკეთებს და მე უკვე მზად ხდება ჩათვალე რა. ჭირდება იმდენი. მზადწოდ მიდიხარ და მზადწოდნას იღებ ხო იქედან. დაფნის მიმღები პუნქტები და გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც ყოფილვართ ხოლმე, ამაზე საუბრობენ, რომ რაღაც ფერმერებს აქვთ ეგეთი წარმოდგენა, რადგან ყინვა გამძლეა, ძლიერი მცენარეა, გონიათ რომ უნდა გააშენონ და შემდეგ მოვლა აღარ ჭირდება. ხო, მანდარინთანაც ხო ეგეთი მიდგომა აქვს ჩვენთან დასავლეთში, ახლა მანდარინი ისხამს თავისით, მაგრამ ხო არ თვლიან საჭიროდ რომ უნდა მოუარონ და ეს წლებთან ერთად შემდეგ რა თქმა უნდა აფუჭებს იმ პროდუქციის ხარისხს, ხო? დაფნაც ასეა, როგორც ამბობენ თუ არ მაინც ჭირდება. მე პატრონემ რომც არ მოუაროს, თუ კი კარგად მოჭრი სცენარეს და კარგად დატოვებ ფორმირებულს, არ უნდა დაუტოვო რაც ჭირდება იმის მე რაც ჭირდება იმის გარდა რაცა სცენარეს რაც არ ჭირდება იმასაც არ ვტოვებ, ხთი? ყველაფერი უნდა მოიჭრას. ის ცუდი ხის ნაჭერისაცაა და ის პატარა ტოტიც რო რჩება არ უნდა დატოვოს. თუ არა ვეგეტაცია როცა იწყება პირველი ის იმას მეაქვს დატოვებული პატარა. ქვემოდან არ უნდა კონდეს წინწკლები. სცენარის. ამას ახლა აგის სამფრიალში განაფუჭებია, ბევრ სოფლებში არის სიმწვანე აღარა აქვს დაფნას. თქვა შრომაში დაფნა მაქვს და ნახე საერთოდ ვერ წამოვიღეთ, ყვითელი იყო ფიზიკურად. ვა. ამას რა იწვევს? ალბათ ნიადაგი და კლიმატი. თავიდან როგორც უნდა მიდიოდეს, ამინც ჩვენ ვერ შევიმასვიზამთ, რა ქვია, ვერ განვაგებთ, მაგრამ ნორმალური პირობებით, როცა მიდის ტემპერატურა, ჩვენთან სულ სიცივეები იყო გამდე. რამოდენიმე დღე ესეთი სიცხე იყო, დაშოკა დაწვა. აგი კიდევ უძლეს, მაგრამ სანერგისთვის ძალიან იგი გაჩვენეთ მე რა, დაახლოებით 40% დაწვა სანერგეში. ხო. ახალი აღმონაცენი ვაფშე სანერგე ღია სივრცეში გაქვს. ღია სივრცეში. ვა. პატარა ჩემთვის 2-3 წელი მივიღო ყველა წელს. იყო დაახლოებით 300 ჩემი დათესილი და გამოყვანილია დაახლოებით 8 წლის უკან. ნეკერჩხლები. ხო, 300 ზირზე მეტი იყო. დედასპიცა ვარ თუ ერთი ცალიც გაყიდული იყო საერთოდ. ყველა დავაჩუქი აგენის დასაჩუქებელია ვიხვეწები წაიღეთ მეთქი აღარ მჭირდება. ვა. რატომ მოთხოვნა არ არის? წაიღე, ზომა 3 წაიღე. მაგრამ ახლა არა, მაგის პერიოდი. არა, აგი გაზაფხულზე არის, ორი ასეთი ფერის და შემოდგომაზე გეგონება ცეცხლი ახლა წაგიდებული, რაღაც სხვანაირი ცეცხლისფერი როა. ცეცხლისფერია, ხო. ძალიან ლამაზია. ბაგი აქ დაფნის პლანტაციას კაი ფეხი სამოგრა იცის მუჯიგზე. ასე ყველგან თხილები იყო აქ. ზოგადად შემორჩა. ეს არის ჩვენი სანერგე. რა ხდება აქ? აგი არის 2 წლიანი.
ახლა წელს გახდება 2 წლის. როგორ გძნობენ თავს და რა ჭირდებათ ამათ, ანუ სანერგესთან მუშაობის პროცესი როგორია? თავარია რომ ბალახი საერთოდ ვარ ელემენტარულია, ასეც რო წამოვა ბალახი, სანამ ფერს გაიკეთეს ბალახი მანამდე უნდა მოაცალო. ზრდა ფერხდება. ზრდა ფერხდება ძალიან. უკეთესია თუ ახლა როცა დიდ ტერიტორიაზე აკეთებ, გადახურო ბადით და ახალ რო ამოდის მას აღარ დაწყობს, აქ არ აღშედა ეთქობა თუმცა ახალს ბევრს ვავს. დაახლოებით 40% იქით სანერგეში და მწვარია ესეთი იყო ტემპერატურა და ახლა არ გვისტო რომ მოვა, მაშინ უკვე გინდა არ გინდა ბალახში უნდა დავტოვო რა. რო იმან ხო, ცოტა და იმასნას რა ქვია, მიჩვენია რომ ცოტას დააყოვნოს მთლიანად გახმოვას. ეხლა აქ რამდენი ნერგი გვაქვს? არ პატარა მანძილზე დაახლოებით იქნება 500 სალამდე ალბათ 600 და. ამას სარეალიზაციოდ ზრდით თუ თქვენი ბაღისთვის, ხო? შესაბამისად იგი არის ადგილზე დათესილი ბაღი საცდელად. ეს ბაღი და ის ბაღი წეღან რო ვიყავით არის 4 წლის უკან ორივე. და ის ხო შეატყვი როგორიცაა და დათესილმა ნარგაობის სიჭრელე იცი, ზოგი დიდია, ზოგი პატარაა, ზოგი ყვითელია, ზოგი მუქიმწვანეა. ახლა ამაში დაახლოებით 40% მაინც ჩასარგავია ენერგიის. აგი გადაინაცვლებს, იქით გადასახლდება. და სამომავლოდ რას აპირებთ? სამომავლოდ ვაპირებთ ყოველ წელს დავაბატოთ ახალი დარგაობა. და გააფართოვოთ დავაფართოვოთ დაფნის პლანტაცია, 2 ჰექტარზე 2 ჰექტარზე უკვე მომავალი წლისთვის ვიქნებით. ჰექტარამდე თითქმის ვარ წელს. 1 ჰექტრიდან რა მასალას ვიღებთ ნედლს? გააჩნია რამდენი წლისა. ახლა დასრული ბაღი როცა 30-დან 50 ტონამდე ივარაღუდება. ეს 21-40 ტონას გულისხმობთ 1 კილოგრამს რო იბარებენ ორლარად. ეგეც თუ მაქედან კიდე უნდა არა, მასეც თქვენი ანგარიშეთ ეგ 30-40 ტონა გაამრავლეთ ორლარზე და როგორი ბიზნესია? ბევრი ხადია გამრავლებული მაგ. ვამრავლებ მაგას ხან არ და 70 ტაღატო. ვაჰ, რა კარგია. წელს რაც მაქვს, იგი რა ქვია, დარგული. რაც მაქვს დარგული, იმ რაოდენობის 30% ავჭერით დაახლოებით, აქ რაც ჩანაა. ტონა 200 იყო, 2400 ლარი გავიგე. 2400 ლარი გაქარხდი და ფხედით მოდიო. ვაჰ, რა კარგია. ხან ორლარზე ადვილი გადასაგახშებელია. ორლარზე იმედია არ დააკლდება რა. არა. დამრგვალდება და ზემოთ წავა. მოთხოვნა რაც უფრო მეტია, ფასიც იზრდება შესაბამისად. ასე რომ მოკლედ, კაი ბიზნესია ხალხნო. ცოტა დარგვაჟდება ძვირი ენერგი, თორე შემდეგ არც იმდენი მოსავლელია და არც ისეთი შეწამლა არ უნდა რა თავარია. თუ ორგანულსაც უქს შეიტან ძალიან ისეთ შედეგს იძლევა, თქვა 1 წელიწადში რომ უნდა 2 წელიწადში რომ უნდა გაიზარდოს, 1 წელსში მიიღებ იმოსავალს, იმას რა ქვია რაოდენობას. წელს 16 შევიტანე სასუქ მიწის ანალიზი მაგან აკეთები და რაც აკლია იმის მიხედვით აი გვაქვს ზურგეთში ლაბორატორია და ზუსტად გეუბნებათ რა უნდა შეიტანო. მოკლედ მე რო გიყურებთ თქვენ უკვე თქვენი ამ გამოცდილებებით უკვე დაფნას შაკიდეთ ხელი და ამას აპირებთ რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, გააფართოვოთ თქვენი მეურნეობა, პლანტაციები და სამომავლოდ ალბათ თქვენთან მოვალთ როგორც დაფნის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელთან დასავლეთ საქართველოში. მოგვეცით მაგისი პირობა გჯერა თქვენი. ჩვენთან ძალიან მცირე მიწიანობა. ფიზიკურად ერთიანი ფართობი, ახლა ყველა ფართობი მაქვს 3 ჰექტარამდე, მაგრამ ერთად რაცაა შეღობილი, ახლა რომ ამზადებთ დაფნის დასარგებლად ჰექტარი და 2000-ია. მცირე მიწიანობა. რელიეფიც ისეთია, ცოტა პირველ წელს კაია თუ დაამუშავებ და ღრმად გადააბრუნებ მიწას, რომ ადვილად გაიდგამს ფეს და ფიზიკურად ვერ ვახერხებ ტექნიკის შეყვანას. მესმის. ახლა ცოტა ისეთ ვაკე მასე რომ ვცხოვრობდე
ალბათ გაცილებით მეტი მექნებოდა. აქ ბევრად უფრო მეტი სამუშაოა. სამაგიეროდ ისეთ ადგილას ცხოვრობთ. კი. და ისეთი ის 64 გაქვთ აქ მოწყობილი, რომ რა ვიცი. მომავალ წელს სავარაუდოდ კი არა 100%-ით უნდა იყოს აქ კოდეჯები განთავსებული. და მე უკვე აგროტურიზმის გასაშუქებლად მოვალთ თქვენთან. მე ძალიან მიყვარს თქვენაირი ხალხი, თქვენაირი ადამიანები. ჩვენც მიყვარხართ და გიყურებთ, ყოველთვის ძალიან გიყურებთ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად მინდა წარმატებები გისურვოთ, მინდა თქვენთან ბევრჯერ მოვიდე კიდევ და რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ ჩვენი გადაცემის მეგობარი ხართ და აი მაყურებლის ამპლუიდან უკვე რესპონდენტის ამპლუაში გაგიცანით დღეს. გულით გულშემატკივრობთ, თქვენ სიახლეებს დაველოდებით და ალბათ თქვენც წარმატებები. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გაიხარით.